Bonjour, მოგესალმებით მეგობრებო. დაგიბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და შემდეგ ვიდეოშიც თამაშობთ სუპერმარკეტ სიმულატორს. ნაპოს სუპერმარკეტი. თქვენს წინაშე, მოკლედ დღეს მინდა პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ. სუპერმარკეტი ავიდა უკვე 28 ლეველზე. გვაქვს ახალი ლიცენზია, ახალი პროდუქტები და ყველაფერს გაჩვენებთ. საწყობშიც სიახლეებია, ხედავთ რამდენი ახალი პროდუქტია საწყობში დალაგებული და რა მინდა დღეს გავაკეთო. მოკლედ, ჩემი დაკვირვებით სუპერმარკეტში ყოველდღიურად, როდესაც ხსნი დღეს, შემოდის 30-დან 35 მომხმარებლამდე. მე ახლა მაინტერესებს აქ ჩვენ გვაქვს price list-ი, ანუ ფასების ჩამონათვალი, რა ღირს მარკეტში ფასი, ხედავთ, market price აწერია და რა ღირს ჩემთან, რა თქმა უნდა, ყველაფერზე მომატებული მაქვს მარკეტთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ახლა მე მაქვს იდეა, რომ ყველაფერს დავაკლო ფასი მარკეტზე 2 თეთრით იაფი გავხადო, ანუ თუ მარკეტში ღირს $13 და 4 ცენტი, ჩემთან იქნება $13 და 0.2 ცენტი. აი ეს. და ვნახოთ ექსპერიმენტი გაამართლებს თუ არა და უფრო მეტ მომხმარებელს შემოიყვანს თუ არა თამაშის ალგორითმი მაღაზიაში. აი აქ სულაც 15.87 ღირს და მე მაქვს $17 დადებული. 15.86. თუ ფასთა სხვაობა იმოქმედებს და მომხმარებელთა რაოდენობა ამით უფრო გაიზრდება, მაშინ საინტერესო აღმოჩენა იქნება, რადგან ერთთეთრიანი სხვაობით შეიძლება უფრო მეტი მოგება ვნახო, ვიდრე ეს ზუსტად იგივე გამოდის, ვიდრე მაქვს ახლა, როდესაც დამატებული მაქვს ფასები აბსოლუტურად ყველაფერზე. თამაშიც თუ მუშაობს კონკურენციის ამბავი, ეს არის მოკლედ ამ ვიდეოს თავარი მიზანი. დაახლოებით $1800-მდე მაქვს. იქამდე სანამ გავხსნი დღეს და სანამ დავიწყებ ვაჭრობას. ან მოგება ამ შემთხვევაშიც რჩება ჩვეულებრივად, უბრალოდ თამაში მითითებულ მარკეტს პრაისი რაც არის, მარკეტის ფასზე დაბალ ფასად მექნება მე. აქედან გამომდინარე, წესი და რიგით საშუალოდ თუ ამ ფასებზე შემოდის 35 მომხმარებელი, უნდა შემოუშვას უფრო მეტი. რადგან თამაში მითითებულ ფასზე დაბალი ფასმაჩვენებელი მექნება მაღაზიაში. ნახოთ თუ იმუშავებს ეს ყველაფერი და საინტერესო იქნება თუ გაამართლებს 11.99. 12 არის მარკეტის ფასი, 11.66. აქ მარკეტის ფასი დაბალი მქონია უკვე. აღარ დაჭირდა დაკლება 5.52. დაალაიქეთ მეგობრებო ვიდეო, გამოიწერეთ არხი. შეძლებლის დაგვარად სხვადასხვა თამაშს ჩავიწერ ხოლმე და განხილვებსაც განახებთ. არ გამოდის სამწუხაროდ ტელეფონზე ისეთი კარგი თამაშები, რომ ღირდეს კონტენტის გაკეთება. არც ესენია ისეთი, რაც ვარსკვლავებს წყვეტს, მაგრამ ფლად არაფერს ჯობია. მექა კამელეონი არის ახლა ყველაზე პოპულარული თამაში, თუმცა არ არის სამწუხაროდ
ტელეფონისთვის გამოსული. ესეც ასე მორჩი მეგობრებო, ყველა ფასი არის მარკეტზე დაბალი თითო თეთრით, ზუსტად ერთი თეთრით მაქვს. თამაშის მარკეტზე დაბალი ფასები და წავედით, დაიწყო ჩვენი ექსპერიმენტი, პირველი დღე ექსპერიმენტის საშუალოდ შემოდის 35 მომხმარებელი, ვნახოთ თამაში რამდენ მომხმარებელს გამოუშვებს ახლა. $1768 ვიწყებ დღეს და პირველ 30 წუთში შემოვიდა უკვე პირველი მომხმარებელი. აქ ჩვენ შეგვიძლია ასევე გავბუსტოთ საწყობის თანამშრომელი, რომელიც მთელი მონდომებით იმუშავებს ბუსტის შემდეგ. ხედავთ, უფრო ჩქარა, უფრო სხარტად. ჯერჯერობით არ ჩანს დიდად აქტიურობა. ყოველდღიურად დაახლოებით 10 კლიენტი მაინც იქნებოდა, ვინც წუწუნებდა ფასზე, ანუ არ ყიდულობდა პროდუქტს. გამოდის, რომ თუ ჩვენ მარკეტის შეთავაზებულ ფასზე, დაბალ ფასად გვაქვს პროდუქტი, ამ 15 ადამიანმაც არ უნდა იწუწუნოს და უფრო მეტი შემოსავალი უნდა ვნახოთ. ამიტომ ექსპერიმენტში, როგორც კლიენტების რაოდენობას ვაკვირდები, ეხლა მე ასევე უნდა დავაკვირდე იქნება თუ არა ისეთი კლიენტი, რომელიც ამ ფასებზეც იწუწუნებს. ძირითადად შუა დღის მერე შემოდის ხოლმე უფრო მეტად ხალხი და ეგეც არის დაბალანსებული სხვათა შორის ამ თამაში, რომ შუა დღის შემდეგ, 3-4 საათის შემდეგ იწყებს ხალხი უფრო მეტად შესვლას მაღაზიაში. სამსახური, როდესაც ვთავრდები. აი ახლა უკვე ნაკადი საკმაოდ კარგია წინა თამაშთან შედარებით, წინა ვიდეოსთან შედარებით. საინტერესო. $2000 გადავწდით უკვე, მაგრამ $2000 არაფერია. 1700-ით დავიწყე. ჯერჯერობით არ არის კლიენტი, რომელიც წუწუნებს ფასზე. ეგ ერთი ექსპერიმენტის ერთი ნაწილი მგონი მართლდება, რომ მარკეტზე დაბალ ფასს თუ შევთავაზებ, უკმაყოფილო კლიენტი, რომელიც ფასზე იწუწუნებს, არ მეყოლება. ახლა ვნახოთ რაოდენობრივადაც თუ იმუშავებს. გელა არ მაწყობს შენი გაჩერება, გელა ბევრ ხალხს ველოდებით, ამიტომ გაიბუსტე ჩემო შრომელო კაცო. გელას გაბუსტვა ერთი ბუსტი არის $3 და 5 ბუსტი ჭირდება დაახლოებით, რომ აი ესე დაუზარელად ირბინოს. მოდით გავუბუსტოთ მოლარეც, ცოტა სწრაფად გაატაროს რიგი. არც ერთი კლიენტი არ წუწუნებს ჯერჯერობით ფასზე. ეს კარგია. და თუ დავაკვირდები რაოდენობას, მე მგონი 35-ზე მეტი ადამიანი იქნება დღის ბოლოს, მგონი. მაგრამ ჯერ მაინც ვიჩქარებთ, ვნახოთ. რამდენად გამართლებული იქნება ეს ექსპერიმენტი. ვინც ამ ვიდეოს უყურებთ და ხართ PUBG Mobile-ის მოთამაშე, კვირას გაისტრიმება ივენთი მეგობრებო ჩემს არხზე. მოგაწვდით ბარემ, აქამდე თუ უყურეთ ვიდეოს, ესე იგი ძალიან კაია. ბარემ მოგაწვდით ინფორმაციას. გელა როგორ დარბის. უფრო სწორად გელა ჯუნიორი არის საწყობის თანამშრომელი. გელა ეს ჯიგარია პირველი ეს ავიყვანე სამსახურში. და შემდეგ მოვიდა გელა ჯუნიორი, გავატაროთ.
რიგი გავატაროთ, აპარატი გაიჭედა, 2 თვითმომსახურების აპარატი გვაქვს ამასობაში და 28 ლეველზეა ჯერჯერობით ნაპოს სუპერმარკეტი, ამის შემდეგ ეს კედელი გაიზრდება და უფრო მეტი პროდუქტი შემოვა მაღაზიაში. მარაგი შევსებულია, ამიტომ ოდესაც დავხურავ დღეს უკვე ვნახავთ მოგებას დატოვებს თუ არა ფასების ექსპერიმენტი და 35 კლიენტზე მეტი შემოვა თუ არა. 37 კლიენტი იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როდესაც მქონდა ჩვეულებრივი ფასები. ახლა ვნახოთ სუპერმარკეტზე დაბალი ფასი თუ იმუშავებს თამაშის ალგორითმზე. ფაქტია, რომ ფასი არავინ წუწუნებს და მგონი რაოდენობაც უნდა იყოს უფრო მეტი ვიდრე აქამდე. არ მაწყობს, გელა ჯუნიორ, შენი გაჩერება. ხო ვერ დავბუსტ. ვერ ვეწევით ებსი. მიდი გაიქეცი, ჭიქარო გაიქეცი. აი ეს წითელი როდესაც აქვს თავზე, მაშინ ძალიან სწრაფად გარბის. მოდი გავატაროთ, რიგი გავატაროთ, ძალიან ბევრი ხალხი, აი როგორც ვამბობდი, 7 საათია უკვე და სულ ბევრი ხალხია შემოსული. უკვე 4000, ხო, მე მგონი ესე მუშაობა ჯობია. მგონი ჯობია, რომ მარკეტზე დაბალი ფასი მიუთითო თითო თეთრით. წყალი ვერ იშოვა იმან და გელამ ეხლა მოიტანა წყალი სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს ეგ არაფერი. შესრულდა 9 საათი, რაც ნიშნავს იმას, რომ იწყება დღის დახურვა 9 საათზე და მე მგონი ამ კლიენტებით დასრულდება დღევანდელი სავაჭრო დღეც. აბა ვნახოთ ბოლო კლიენტი ეს უნდა იყოს წესით, იმიტომ რომ მეტი არ ჩანს ჰორიზონტზე, მე მგონი არავინ. კი ბატონო, გავა ეს კლიენტის და დავხურავ დღეს. მოკლედ, აი ესეთ ჩაიარა სეილის დღემ. ბევრი არაფერი გაყიდულა, ან მარაგები მქონდა. არ ვიცი, მარაგები მაქვს, საკმაოდ მარაგი მაქვს, ნახეთ, საწყობში გაკეთებული, მაგრამ უფრო ცარიელდებოდა ხოლმე მაღაზია. ნახოთ. 51 მომხმარ. რა სიძახი, 51 კლიენტი და ერთმა ვერ იპოვა მხოლოდ პროდუქტი, რადგან გელა ჯუნიორმა ვერ მოასწრო დალაგება. მაღალი ფასებით მყავდა 35, მარკეტის შეთავაზებულ ფასზე დაბალი ფასი დავადა 1 თეთრით და მყავდა 51 კლიენტი. გამართლა მეგობრებო ექსპერიმენტმა, თან ძალიან, რადგან პროდუქტიც მაგრად გაიყიდა და $900 მაქვს პროფიტი პირველი ექსპერიმენტის შემდეგ. ამიტომ ნაპო სუპერმარკეტის განვითარება და გაზრდა უფრო დაჩქარდება ამის შემდეგ. მოკლედ, დღევანდელ ვიდეოში მეგობრებო სულ ეს იყო. გამართლებული ექსპერიმენტით გემშვიდობებით და მალე დაიდება შემდეგი ვიდეოც. მადლობა ვინც უყურეთ ჩემს არხს და ვინც ალაიქებთ ჩემს ვიდეოებს. დროებით.